სახელითა მამისათა, დაძისათა, დაწმინდისა, სულისათა, ამინ. დღევანდელ სახარებაში ჩვენ მოვისმინეთ მაცხოვრის მიერ აღსრულებული ერთ-ერთი სასწაული, მან შაბათ დღეს ერთ-ერთი ჯულის მეცნიერი სახლში განკურნა წყლით მანკიერი ადამიანი. ჩვენ ხშირად გვესმის მაცხოვრის მიერ აღსრულებული სასწაულები შაბათ დღეს, როცა ის კურნავს სხვადასხვა ადამიანებს, არავინ იფიქროთ, რომ მაცხოვარი ამას განგებს, შაბათს აკეთებს, რომ თითქოს და გარკვეული რაღაცა წინააღმდეგობა აღძრას ებრაელ ხალხში. ეს ასე არ იყო. ანუ მაცხოვარი შაბათსაც იქმოდა სასწაულებს და კურნავდა ხალხს. არ ერიდებოდა შაბათს სიკეთის ქმნას და ჩვენ გვქონდა საუბარი, ამას თავისი განმარტება აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგს გონია, რომ მაცხოვარი განგებს შაბათს ასრულებდა სასწაულებს, რომ ებრაელები გაეღიზიანებინა. ეს ასე არ იყო. მაცხოვარი შაბათსაც იქმოდა სასწაულებს. აი სწავლება ასეა, რომ ბევრი მოესწრო და გაჭირებული ხალხის და რაღაცა ბევრი სარგებელი მიეცა. ეს იქნებოდა კურნება ფიზიკური თუ სწორი სულიერი სწავლების მიცემა მათთვის. და ჩვენ დღეს სახარებაში ეს ამბავი მოვისმინეთ. მეორე ეპიზოდი ეხებოდა სწავლებას სიმდაბლეზე. აქაც ჩვენ მოვისმინეთ, ადამიანმა უნდა თავი დაიმდაბლოს, თუ თქვათ მოუწევს სადმე მისვლა ტრაპეზზე, წვეულებაზე, არ დაждდეს გამორჩეულ ადგილას, დაждდეს სადმე სხვა ადგილას, რომ თუ ის გამორჩეული ადამიანია და ის რახან თავს იმდაბლებს, ამიტომ მას ღმერთი აღამაღლებს. სწავლება სიმდაბლეზე ქრისტიანისთვის, რომ ჩვენ არ ვიამაყოთ ჩვენი ან წოდებით, ან გვარიშვილობით, ან რაიმე საქმეებით. ადამიანი უნდა თავს იმდაბლებდეს, რომ მისი საქმეები დაფასებული იქნეს ღვთის წინაშე. აი ჩვენ როცა ახლა აი ამ ამბებზე ვსაუბრობთ, ვეხებით ძველ ისრაელს, ძველ ებრაულ წესებს და აი ამ დღეებში იყო დღესასწაული, ერთ-ერთი ებრაული ხანუკას დღესასწაულობა. ჩვენ მოვისმინეთ ამის შესახებ, გადაიცა კადრები, სადაც ჩვენი ხელისუფლების წევრები მივიდნენ და აი მენორაზე სანთელი დაანთეს. ეს არის ერთ-ერთი ებრაული იუდაური წესი, ძველი აღთქმისა, რომელიც უკავშირდება იერუსალიმის ტაძრის განწმენდას, წარმართებისგან, კერპებისგან და უნდა ითქვას, რომ ყველა ძველი აღთქმის რიტუალი იყო შემზადება მაცხოვრის შობისა, მაცხოვრის განკაცებისა და კაცობრიობას იგი რომ მესიად მიეღო და ეღიარებინა. დღემდე იუდაური წესები, რომელიც სრულდება, არის მოლოდინი მესიისა. ჩვენ გვწამს მთელი ჩვენი სარწმუნოება დაფუძნებული ამაზე, რომ იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი, განკაცებული კაცობრიობის ხსნელი მესია. მან იხსნა ადამიანი ადამის ოდვისაგან
და ჩვენ მოგცეთ ხონების და გადარჩენის გზა. თუმცა იუდაური რწმენა ყველა ებრაელი არაბუნებრივია. იუდაური რწმენა ამას არ აღიარებს. მათ აქვთ მოლოდინი მესიისა, მათ დაგმეს. იცით თქვენ იესო ქრისტე ის არ მიიღეს როგორც მესია, როგორც მაცდური. მაცხოვარი ისე იყო მათთვის და კიდევ უფრო მძიმე სიტყვებით ისინი ამკობენ იესო ქრისტეს და მათ არ აღიარეს იესო ქრისტე მესიად და მათ ახლა აქვთ მესიის მოლოდინი. ანუ ნებისმიერი წესი, რიტუალი აღსრულებული იუდაური მსახურებით არის მესიის მოლოდინის მსახურება. შენ როცა ქრისტიანი ადამიანი მასში იღებ მონაწილეობას, შენ და უნებურად ეთანხმები მის სარწმუნოებას, მის მოლოდინს და ესე იგი შენ უარყოფ იესო ქრისტეს მესიად მყოფობას. ეს ამას მოიცავს ავტომატურად ეს ამას ნიშნავს. გარდა ამისა ჩვენ ეკლესიას აქვს თავისი ბუნებრივია სწავლება, კანონები, მოძღვრება. ძალიან ბევრი საეკლესიო კრება, მოციქულ და კანონები შეეხო აი ამ საკითხებს, რომ არ შეიძლებოდა ქრისტიანი ადამიანის მისვლა, დასწრება, ან მონაწილეობა მიეღო მას რომელიმე ან იუდაურ, ან სხვა რომელიმე მიმდინარეობის მსახურებაში. ერთ-ერთი კანონი არის მოციქულ და კანონის 71 მუხლი, ასე ჟღერს: უკვე თუ ვინმე ქრისტიანებმა ზეთი მიიღოს საწარმართოსა, ანუ შესაკრებელსა ხურიათასა დღესასწაულთა მათა, ანუ სანთელი აღანთოს უზიარებელი იყოს. ანუ თუ რომელიმე ქრისტიანი დაესწრება ებრაულ მსახურებას, წესს და იქ სანთელს დაანთებს, ის უნდა იყოს უზიარებელი. მასზე კანონი ედება სულიერი სასჯელი ადამიანს. ჩვენ ახლა დღევანდელი ხელისუფლების წევრებმა რამოდენიმე ხნის უკან ძალიან ღირსეული კანონები მიიღეს, რაც ეხებოდა ქვეყანაში უზნეობის პროპაგანდის აღზრდას, ოჯახურ ღირებულებების სიწმინდეს და ძალიან ბევრი მორწმუნე ადამიანი გაახარეს ამით. და მე ვიტყოდი, რომ აი არჩევნების დროს ძალიან ბევრი ადამიანი ამის გამო მათ დაუდგა გვერდში. აი ამ კანონების გამო. მაგრამ ეხლა შენ როცა აი ამ იღებ მონაწილეობას აი ამ დღესასწაულზე, ანთებს სანთელს შენ გვერდში დგას რაბი. აბა კითხე მას. ის რას ამბობს თუ ვინ არის იესო ქრისტე? შენ ხო გწამს უფალ იესო ქრისტე. ქრისტიანი ხარ, ირჯვარს ისახავ, დადიხარ ტაძარში, აი ხლა დადგება შობა, ისე ეს ხალხი, ვის გუშინ წინ იყო თქვა კათოლიკებთან მისული, იყო აი ამ ხანუყაზე მისული, დადგება შობა, მოვლენ სამებაში, დაიჭერენ დიდ სანთელს, კარგია, მაგრამ იქაც მიდიხარ, აქაც მოდიხარ. ის ვინც შენს მაცხოვარს უწოდებს მაცდურს და იმის გვერდში დგეხარ. მე შემოხვალ და ქრისტე იშვაგი ხარია. როდის არ გულსფერდას? შენი სიმართლე, შენი გულსფერდობა სად არის ამბობს?
აი ეს ადამიანი ვის გვერდში რომ გიხარდა სანთლესო მანთე კითხე ვინ არის იესო ქრისტე რას გეტყვის რომ ის მესია რომ ის განკაცებული ღმერთია რომ ის კაცობრიობის ხსნელია არა ამას არ გეტყვის შეიძლება სიტყვები შეარჩიოს და თქვას ის მასტურია ყველაზე ესეთი შერჩეული ნათქვამით თორე უფრო მეც გეტყვის იესო ქრისტეზე რასაც დღემდე ამბობენ სამწუხაროდ აი იუდაური რწმენის ეს მამამთავრები რა თქმა უნდა ჩვენ ებრაელ ხალხზე არ ვლაპარაკობთ ბუნებრივია აქ მათ რწმენაზეა საუბარი იუდაურ რწმენაზე თუ ჩვენ ებრაელ ხალხს პატივცემთ უნდა ჩვენ დიდი საუკუნეების ისტორია გვაქვს ერთმანეთთან რაღაცა მეგობრობის ურთიერთპატივისცემის ბუნებრივია მაგრამ საუბარია რწმენაზე თუ ის აღიარებს თუ არა იესო ქრისტეს მესიად და კაცობრიობის ხსნელად. აი შენ ხელისუფალო ხშირად ახსენებ რომ აი ეკლესიას ებრძვიან, აგინებენ, პატრიარქს ყრინდება როგორ გამოდიხარ და შენ საჯარო სივრცეში ხშირად ამას ამბობ ეს სწორია, მართლა ასეა, მაგრამ შენ იქმედება რას ნიშნავს? აი, შენ რომ ამ ეკლესიაზე ლაპარაკობ და უნდა ილაპარაკო და დაისვა ხელისუფალი ხარ ეკლესია. მაგრამ შენი ეკლესია რო გეუნება, ჩემო სულიო შვილო, აღსარებოდო, მაზიარებოდო, რომ იქ მისვლა დანაშაულია და იშება კანონით, ამას რატო არ უსმენ? აი, რამდენჯერ მოხდა უკვე ეს შემთხვევა, ჩვენ ძალიან გულივწვდება ამაზე. იმიტომ რომ ჩვენ ამ ადამიანს ჩვენს ძმებად, სულიერ ძმებად მივიჩნევთ. ეკლესიის შვილები არიან. და მოდიან და აღსარებას ამბობენ, ეზიარებიან, მაგრამ კაცო, სად არის შენი გულწრფელობა? სად გიხარ? და ჩვენ არ გვინდა მოვიყვანოთ ისტორიული მაგალითები, როცა მეფეები ერთის მხრივ ეხმარებოდნენ ეკლესიას, მეორეს მხრივ აშენებდნენ მეჩეთებს. მეფე რომელიც ერთის მხრივ კერპებს ემსახურებოდა, მეორეს მხრივ რაღაცა ებრაელების შემწეობას აძლევდა. ესე მას ორმაგი მიდგომა, ჩვენ ხო სულ აი ამაზე ვიზახეთ, თქვენს ხომ ვიზახეთ რომ ევროპელებს აქვს ორმაგი სტანდარტები დემოკრატიისა. რაღაცა იმას ახალისებს, საკენ შესხორამის გეუნება, იმის დემოკრატიაში რაღაცები მიუღებია და შესაძლებელია. და შენ ხო ახლა ესე ორმაგი სტანდარტებით ახლა იქცევი და იგივე საკეთებ. რა გამოდის? რომ რასაც შენ წინააღმდეგები თავად იმას აკეთებ. და უნდა შეინანო. ამის გამო. უნდა თქვა შემეშალა. მე ეს არ უნდა გამეკეთებინა. არ ვიცი. თქვა არ ვიცოდიო არ ამგონია ეს სწორი იყოს, იმიტომ რომ მე მახსოვს ჩვენ თითქმის ყოველ წელს ამ თემაზე გვაქვს საუბარი. დავიჯერო ჩვენ თქვენ მათ თქმამდე არ მიდის. ალბათ მიდის, მაგრამ არ ვიცი რის გამო. აი ამ ორმაგი სტანდარტების გამო, რომ შენ მაამებლობით ალბათ არ ვიცი, გინდა იყო მასთანაც, იმასთან ნუ და მე ხელისუფალი ვარ და ამარ აუხდა, უნდა მივიდე იმასთანაც. არ არის სწორი. შენ ჯერ ხარ ქრისტიანი, ადამიანი და ეს ხელისუფლება შენ გაქვს დროებით მოცემული ფრისგან. და თვისინაშე შენ წარდგენ განა პრემიერ-მინისტრი ესა და ეს. არა, მონარქისა ესა და ეს. ამიტომ გირჩევთ შეინანო ამის შესახებ და სხვა დროს იგივე რამ აღარ გააკეთო. იმიტომ რომ თითქმის ყოველ წელს
ჩვენი ხელისუფლება მიდის აი ამ შესაძლებელში იუდეველებთან და მათთან ერთად აღნიშნავს ხანუქას დასაწყისს. კიდევ ერთხელ გამეორდები. ყოველი მათი სახურება და რიტუალი არის მოლოდინი მესიისა. და ამით უარყოფა იესო ქრისტესი. ღმერთმა მოგცეს ნიჭი სინანულისა და ჩვენს ხელისუფლებას მისცეს ძალა, რომ თავის შეცდომები გამოასწოროს. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დაგვრჩათ.